შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭიაურელი ვარ. 557-88-95-88 ეს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი იცით. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიქნებით პირდაპირ ეთერში, ამიტომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და დღეს ჩვენს გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა. ბუნებრივია, საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხს დავუთმობთ კვლავ დროს. ჩვენი დღევანდელი კითხვაც ფაქტობრივად ამ საკითხს უკავშირდება, როგორია თქვენი პოზიცია უშუალოდ რას ეტყოდით არაბული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ორი ქალაქის მშენებლობას გეგმავს. ირაკლი კობახიძემ გააკეთა სხვათა შორის განცხადება რამდენიმე დღის წინ, როდესაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში უკვე დაიწყება აქტიურად მშენებლობა, ანუ Eagle Hills-ი რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანიცში და გონიოსში. თქვენ იცით, რომ Eagle Hills-ი ეს გახლავთ ის კომპანია, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ მონტენეგროში ცდილობდა განხორციელებინა საკმაოდ დიდი პროექტი მშენებლობებთან დაკავშირებით და ამ საკითხს აუცილებლად ჩავშლით გადაცემის მიმდინარეობისას და ახლა დღის წესრიგში კონტრაქტის შესაბამისად ფაქტია ხელშეკრულების პირობები ჩვენთვის საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ 6 მილიარდ დოლარზეა საუბარი ინვესტიცია, რომელიც უნდა ჩადონ საქართველოში და ორი არაბული ქალაქების მშენებლობას უკავშირდება. ფაქტობრივად 260 ჰექტარი ზღვისპირა ზოლის გადაცემა იგეგმება ბათუმში არაბული კომპანიისთვის, სადაც ბათუმში აშენდება კომერციული ფართები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საზოგადოების პოზიცია ფაქტობრივად ცნობილია, თუმცა მნიშვნელოვანია თქვენი კონკრეტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რას ეტყოდით უშუალოდ აი ამ არაბულ კომპანიას თუ გნებავთ Eagle Hills, ასევე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებს, რომლის მხრიდანაც აქტიურად მიმდინარეობს ხელის შეწყობა, რა თქმა უნდა, არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით. გელოდებით 557-88-95-88 აი ამ ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ. რაც შეეხება დაანონსებულ აქციას 30 ნოემბერი კვირა დღე 4 საათი რუსთაველის მეტროს წინ რუსთაველის ძეგლთან არის დაგეგმილი პარტიული აქცია, ფაქტობრივად ეს უკავშირდება არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხს, ანუ აი ამ მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში უცხოელების მასიური შემოდინების პროცესს და ასევე ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხს. და რაც შეეხება ვიდეო მიმართვას, ეს არის ახალი ფორმატი, რაზეც აქტიურად საუბრობს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლობა. თქვენ თუ ხართ წინააღმდეგი, რომ საქართველოში აშენდეს არაბული ქალაქები, ამ შემთხვევაში ბუნებრივია თქვენი კეთილინების საფუძველზე შეგიძლიათ ეს მოკლე წინადადება, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის, მოკლე ვიდეო სახით ჩაწეროთ და გაგზავნოთ ტელეფონის ნომერზე, მოგახსენებთ ცხადია 591-94-95 ეს იქნება WhatsApp-ი, Telegram-ი, Viber-ი თუ სხვა სოციალური საშუალება, სადაც მოგესურვოთ და მოგიხერხდებათ აი აღნიშნულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე, რომელიც რამოდენიმე წამის წინ მოგახსენეთ. და რაც შეეხება ისევ და ისევ ვუბრუნდებით საკითხს, როგორია თქვენი დამოკიდებულება, რას ეტყოდით არაბული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ორი ქალაქის აშენებას გეგმავს. მაყურებელი ხაზზე გვყავს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიკავშირდება. მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით შორენა ჩემო ლამაზო. გამარჯობა. მე ადრე შემოვედი ეთერში და ვქვი ეხლა მიმეორებ. საქართველოში უნდა შენდებოდეს ქართული ქალაქები, უნდა ვითარდებოდნენ ქართული სოფლები, ქართული მეურნეობები, ხოლო არაბეთში არაბული ქალაქები და ასე შემდგომ. ხო და კობახიძეს კიდე მიმართავ, რომ განძრიეთ იმ ირაკლი ქვია მგონი კობახიძე, კარგად დაფიქრდი. მე ამ ქალაქების მშენებლობა რას მოუტანს საქართველოს და ქართველებს. მე ამ პირად მქონდა კამათი ორ პიროვნებასთან და იმკიცებდნენ ეს ინვესტიცია ძალიან კარგია, აი როგორც ისა ამბობს კობახიძე, დასაქმდებიან, ამოისურს ხალხი, გამოვლენ სიდუხჭირიდან, ისი რა არის ჩემო შორენა, მაგრამ ეს ზოვლათი რაც შემოვა დაუშვას
აი ამ ინვესტიციებიდან ვირჯიბეში გაილეკება რომელი ხალხი რა თქმა უნდა მათ ჯიბეში ის ერთმანეთთან არიან გარიგებულები აქედან გამომდინარე ვაცრულებ თემს სიტყვას შორს ხელები შორს საქართველოსგან მადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა თქვენ პირიქით ზარისთვის, აქტიურობისთვის, მოქალაქეობრივი აზრის გამოთქმისთვის, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც პირდაპირ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება, როგორია თქვენი დამოკიდებულება, თქვენი შეხედულება თემის ირგვლივ, რომელიც იგეგმება არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში. თითქმის 9 მილიონ კვადრატულ მეტრზეა საუბარი. პირდაპირ ეთერში უსმენთ. შემდეგ მაყურებელს გამარჯობათ. გამარჯობა შორენა. დიახ. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს. ბატონო ირაკლი, დასაქმების გამო და იმის გამო თუნდაც შემოვიდეს რაღაც ბედეოდენობის ხალხა. ამის გამო სამშობლო გავყიდოთ, ქართველობა დავკარგოთ, სამშობლოს დავკარგავთ, რაშუაში აქ დასაქმება სხვანაირად არ შეიძლება. გაეშენებინათ მაშინ ქარხნები და არის კიდე სხვა საშუალებები, ინვესტიციები, სახლები და ბინები, რა გვინდა, ამდენი სახლები აშენებული, ქართველები ვერ ვყიდულობთ იმ ბინებს, ხო ვერანაირად ვერ ვყიდულობთ. მიუხედავად შეღავათიანი ფასების გამოც კიდა. სამშობლო გავყიდოთ, არაბები არიან ჩვენი ისტორიული მტრები, ხო საშინელებებს ვკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. ხოცავდნენ მილიონობით ქართველი შეეწირა არაბებს და ბრძოლას და ამდენი ტერიტორიები დაგვაკარგინეს და იმიტომაც ასეთ მცირე რიცხოვანი და ეხლა იმის გამო რომ თulis გამო გავყიდოთ თუნდაც და იმის გამო რომ დასაქმდება ადამიანი. სხვა დასაქმების საშუალება საქართველოს აღარ აქვს. დასაქმებულები არ ვიყავით არაბების გარეშე და თურქების გარეშე? არ მუშაობდა ხალხი? რა სისულელია ეს სამშობლო გავყიდოთ ამის გამო? მანდენი ტერაქტებს აწყობენ ევროპის ქვეყნებში, ირლანდიაში, აგერ ასაშინელებები გააკეთეს პარიზში, გერმანიაში, ესპანეთში. ტერაქტებს აწყობენ და ქრისტიანებს თავს აცლიან. თავიანთ ქრისტიანებს სირიაში თავებს აცლიდან ქალებს, ბავშვებს, ხალხო. ეს მაინც არ იცით ეხლა რა ხდებოდა სირიაში? აი ეხლა ხან ერთი თვის წინ რო შევიდნენ ის მუსულმანი არაბები და ქრისტიანებს ბავშვებს არიდობდნენ და ქალებს თავიანთ ჯის და გენს რას უშვებოდნენ თავს აცლიდან და საერთოდ ქრისტიანებს ეგენი ვერ იტანენ და თავს ყვეთავენ და ეხლა ვერ გავიგეთ ჩვენთანაც ასე მოიქცევიან თავის ხალხს თუ არინდობენ ჩვენ დაგვინდობენ იქნება საშინელი ტერაქტები საშინელი ქალების გაუპატიურებები და 1000 უბედურებას ჩადიან აგერ ევროპაში და ამერიკაში და რა სისულელია რაც არ მინდა მაგათი არც მილიონები და არც დასაქმება და არც მაგათი ბინები დაეტიონ თავიანთ ქვეყანაში რამხელა არაბეთი და დაეტიონ იქ არ გვინდა ჩვენ მტრები გვეყოფა ამდენი მტრები დიდი მადლობა თქვენს ქალბატონო ზარისთვის ნახვამდის 557-88-58 შეგახსენებთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია ველოდები მორიგ მაყურებელს რომელიც შემოგვიერთდება თქვენი პოზიცია თემასთან დაკავშირებით იცით რომ საუბრობთ არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით 30 ნოემბერს კვირა დღეს 4 საათზე დაგეგმილია ზეპარტიული ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მომხრე იქნებით აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარედ მიბრძანდებით თუ არა აქციაზე ან თუ გაგზავნეთ ის ვიდეო მიმართვა რომელიც ახალ ფორმატს წარმოადგენს მილიონზე მეტი ვიდეო უნდა ჩაიწეროს ფაქტობრივად ესეთი შეტყობინების სახით რომ მე კატეგორიული ვარ წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის და აგზავნით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე 591-94-95 ეს იქნება WhatsApp-ის საშუალებით, Viber-ის, Telegram-ით, Messenger-ით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. შემდეგ მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ყობახიძე ველაპარაკო დასახლების პროგრამაა. დიახ. წარმებაში მას ჩილი მოჭრილი 47 წელი მაგამშევარი ხანდაზული გაქისვა. როდა მოაწყუნოს მაგან ისეთი გონებაც უნდები. თუნდა დასაქმება გახსენ სულუკი მეწოლობის საკარგო. სულუკი მეწოლობის ვერ არ გავიგე ლექსიომაც. მე შემოსი მოსმენილი. 63 წელს მაგი დაბადებული სალიღო მაშინ. ასე დასაქმებაზე თქვენმაც სოფლის მეურნეობის, სულუკი მეწოლობის, ენერგეტიკის, კულტურологიის
და ტურიზმის ქვეყანა. აი აქცენტება დასაქმება 5 მილიონიანი ელემენტს მაშინ დაახლოებით 3 მილიონი ნახევარი. მაგი მოაწყვე ავისიანები. მაგრამ პოლიცი ამ შემთხვევაში გოიმერს აწყვეტს. გოიმერს ეთო მაგისი გამოსვლა არის ყველა ტექნიკური. საიდან მოუყვანენ კაცი ხალხი ესენი საქართველოს უნარულები არიან. მერვები აღარ უყურებია. 80 ასეთი ერთი მიცავსი არ მინახია. აღარ იბიქრებენ ეს ლაპარაკობს ნაციონალია. არა ვარ გენერალური აპლიკაცია ისეთი დაწე. მე ვარ საქართველოს თემი ქვეყანამინდა ეცხოვოს ისლამ მოსტა სიმათ მოყარეობა რომელიც იგარგება. მან კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა თქვენს დაგემშვიდობებით 555-88-58 ველოდებით შემდეგ ტელემაყურებელს სხვათა შორის თქვენს ხედავთ ახლა კადრში. უშუალოდ სადაც საუბრობს კომპანია, არაბული კომპანია Eagle Hills-ის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი მოჰამედ ალაბარა. თუმცა ამ შემთხვევაში მე მინდა მოვიყვანო მაგალითი მონტენეგროს შემთხვევაში, რადგან აქტიურად საუბრობთ, ასევე უკვე ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხი აქტუალური გახდა, განსაკუთრებით თუნდაც მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, რომ ქვეყანაში 6 მილიარდი ინვესტიცია შემოაქვს, რომელსაც არაბული დეველოპერული კომპანია განახორციელებს და როგორ ჩავარდა არაბული ქალაქების მშენებლობა მონტენეგროში ამ თემასთან დაკავშირებით მაყურებლის ზარის შემდეგ მოგახსენებთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა. დიახ, შეგიძლიათ ვისაუბროთ. ჯერ ერთი თხოვნა მაქვს შემოსიცოცხლე რომ გაახაგრძილოთ თქვენი დრო, იმიტომ რომ ერთი კვირა ვრეკავ და ვერაფერს ვერ ავხდები 50 წუთი არ არის საკმარისი თქვენ ისეთი კარგი გადაცემა გაქვთ. დიდი მადლობა. ამიტომ ეხლა მეორე საკითხი მონტენეგრომ არ უნდა გვაჯობოს ქართველებს ქუძე კაცი გარეთ გამოვიდეთ ის კურით გავრეკოთ ეგენი აქედან და რაც შეეხება კობახიძეს მე რაჭიდან გილეკავ. ჩამოგძადით ნიკორწმინდაში და გაიგეთ მაგ ვაჟბატონი ვინ არის და რა არის. ბავშვობიდან ჩამშვებს ეძახდნენ, აბავდნენ მაგას. კითხეთ იქ მაგის სწავლებს ვინც არიან, რომ არ ეთამაშათ მაგასთან ჩამშვები. მაგან უნდა გაწითოს საქართველოს, მაგა უსამშობლო, მაგ თვითონ აგენტმა, ყველას რო აგენტს უძახის და ყველას რო ნაცებს უძახის. ნაცების რო სადეგდო მაგი. თქვა სადეგდო. მოგვაშოროთ ეს მთავრობა, მოვაშოროთ ივანიშვილი. მაგათ მოშორების გარეშე ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ქუძე კაცი გარეთ კინცის კვით გავყაროთ ეგენი. შეგო თავიანთ ქვეყნებში, თავიანთი ქალაქები და თავიანთი სოფლები ჩვენ შეგვეშვათ. დიახ, მადლობთ თქვენ царისთვის ნახვამდის. დიახ, შეუძლია შემდეგ მაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, ვინც ახლა გვისმენს ამ წამს რადიო სიხშირე FM 105 და 1-ზე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში. საუბრობთ არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით და ვინაიდან ვახსენე მონტენეგროს მაგალითი 2025 წელს იგივე არაბულმა კომპანიამ, ვინც ახლა ასე ვთქვათ არის აქტიური საქართველოში და ვისთანაც დაიდო ხელშეკრულება, ეს არის Eagle Hills-ი. საქართველოს მსგავსი სცენარით დაიწყო 30 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება მონტენეგროში. ინფორმაციისთვის შერჩეული იყო 12 კილომეტრიანი ზღვისპირა ზოლი და არაბული კომპანიის გამოჩენამ, რომელიც მონტენეგროს ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქის ახალ დუბაით გადაქცევას ისახავდა მიზნად, ხალხში უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია. და რაც შეეხება კომპანიის ხელმძღვანელს მოჰამედ ალაბარს, მან განაცხადა, რომ ამჟამად მას მონტენეგროში არანაირი პროექტი აღარ აქვს და ის არ აპირებს ინვესტიციის გაგრძელებას, მეტიც მან თქვა, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს, რადგან ფაქტობრივად ის
ინიციატივა და ის პროექტი, რაც უნდა განეხორციელებინა მას მონტენეგროში, საზოგადოების აქტიურობამ და საზოგადოების მასიურმა გამოსვლამ ქუჩაში განაპირობა ის, რომ ეს გეგმა ფაქტობრივად ჩაიშალა და ასევე აღსანიშნავია ფაქტი, რომ როგორც Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ამბობს, ტენდერში მონაწილეობა შეცდომა იყო და მას სულელური იდეა უწოდა. რას ფიქრობს ტელემაყურებელი, ის პირდაპირ ეთერში გვყავს, მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, გეგმაცვალე. დიახ, გისმენთ. რა მინდა გითხრა იქნი? შეიძლება ირმა ინასის გადაეცი. სულ სხვანაირად ისაუბროთ, თორე ქვეყანა გვექცევათ ეს არ შეიძლება, დამოდიხარ, საპარაკობთ ამასა 15-20 წუთს, მოგვიწოდეთ, მოდით, შემოთ, სამოდით. ეს არ შეიძლება. ვერ გავიგე, რა შეხედავთ თქვენ? ამათ წინაშე. ეხლა კალმაროდარეკა და გითხრა, კობახიძე ნახეთო. მე თვითონ რაცელი ვადავიჩნო, კობახიძეებთან, რაზმობებთან, მეტრელებთან, მაგრამ ქვეყანა აღარ 75 წლის კაცი გირეკავთ, გენახალე. გასაგებია, დიახ, უბრალოდ იცით რა ვერ გავიგე, ქალბატონი ირმასთან რა პრობლემა გაქვთ ეს რომ თქვათ, ანუ რას გულისხმობთ კონკრეტულად? აი სულ მოგვიწოდებ, გამოდით. შემდეგ რამდენჯერ მოვედით, გამოვედით, რა გავაკეთეთ? კარგით, როდის ანუ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით გულისხმობთ, უშუალოდ თქვენ ხომ მიცით რომ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ან როგორ წარმოგიდგენიათ, არ ვიცი, რას ფიქრობთ თქვენ ზოგადად ეს თქვენი დამოკიდებულება ფაქტობრივად, მაგრამ ქალბატონი ირმა ინაშვილს რომ მქონდეს შესაძლებლობა ის რომ წარმოადგენდეს პარლამენტს ხო საკანონმდებლო ორგანოში იყოს, დარწმუნებული იყავით რომ ძალიან ბევრი კარგი რამ შეუძლია ქვეყნის საკეთილდღეოდ, მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მათ შორის, მაგრამ მაშინ, როდესაც არის ისეთ მოცემულობაში, როგორიც ახლა, ძალიან რთულია, ხომ, რაღაც, ესე ვთქვათ, რადიკალური მოითხოვოთ ქალბატონი ირმასგან. ის, რაც მათ შეუძლიათ, რომ არის აქციების დაანონსება, საზოგადოების ხმის ხმამაღლა გაჟღერება და ასე შემდეგ, ეს ვფიქრობ, რომ დასაფასებელია და ამ აქციების დროს გამოჩნდება ერთობა უშუალოდ, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება. განსაკუთრებით საუბარია საკითხზე, რომელიც უკავშირდება ფაქტობრივად 9 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას უცხოელი კომპანიის მხრიდან, რომელიც საქართველოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობის განხორციელება სისრულეში მოიყვანს და თან ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. კარგით. მაყურებელს შევახსენებ 557 95 88 გვირეკავთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. როგორია თქვენი აზრი და რას ეტყოდით აი ამ არაბული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც გეგმავენ საქართველოში აი ამ ქალაქების მშენებლობას. თქვენ ასევე ინფორმაციულად იცით, რომ არ გამოცხადებულა ტენდერი, არ ჩატარებულა არანაირი ღია აუქციონი მათ შორის, პირდაპირ წესით არის გადაცემული ქონება და არსებული ინფორმაციით აშენებული შენობების თითქმის 60%-ში უნდა იყოს ძირითადად უნდა ცხოვრობდნენ უცხოელები, ან მათზე გაიყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მაყურებელი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში და მას დავუთმოთ დრო. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ისაუბრეთ. ის ვირამიდა ეცე რუსთაველზე არის ძალიან პატარა ფართობია იქ და იქ რუსთაველის ჯექთან და თუ შეიძლება მანდ დედა რამდენი ხალხია იქ მაინტერესებს. მადლობა თქვენ ზარისთვის, აზრისთვის მათ შორის. სამწუხაროდ არ ვიცი, მე არ ვარ კომპეტენტური, ვერ გეტყვით. ქალბატონი ირმა ინაშვილი საუბრობდა ხო პირდაპირ ეთერში, სანამ ჩვენი გადაცემა დაიწყებოდა და შეგიძლიათ რომ მასთან დასვაც კითხვა, მას ხშირად მოუწევს, რა თქმა უნდა, ეთერში შემოსვლა. არ ვიცი, გულწრფელად ვერ გიპასუხებთ. მთავარია საზოგადოების ერთობა და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას აღნიშნავთ უშუალოდ თქვენს, მაგრამ როდესაც იქნება გარკვეული მასა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, თავისუფლად განლაგდება მიმდებარე ტერიტორიაზე, ასე რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, გამარჯობათ.
გამარჯობა შორინა. გამარჯობთ. შორინა, გახსოვთ პლაკატი შვილო, დედა სამშობლო გვეძახის. ის როგორი სურათია. აი ასეთი დრო არის ჩვენთვის ისევ. ჩვენ ვიყავით ოქროს ხანაში, ცხოვრობდით, მაგრამ ეს დასავლეთი ძალიან აჩემებული ნუ აქ ამ ხალხსა, კაცო. სწორედ დასავლეთმა დაანგრია ჩვენი ბედნიერი ოქროს ხანა, ის პერიოდი, როცა სოციალისტური სახელმწიფო ჩამოყალიბდა. და სულსა დაგვანგრიეს და გაგვაუბედურეს, მაგრამ იცით რა არის? ამას გაგება უნდა თავისებურად შეხედო და ყველაფერი მოდის რათა მიზე შედეგობრივი შედეგია, ყველაფერი კიდან მოდის, რომ დაანგრიეს ეს ბედნიერი ცხოვრება ჩვენთვის. და იმდენი ქნეს, რომ ნახეთ, რომ კორუფციური გახადეს მთავრობის წარმომადგენლები სოციალისტურ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი კანონები იყო, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ გვმართებს ყველა შემართება იმისი, რომ ჩვენ სამშობლო უნდა გადავარჩინოთ, ჩვენი დედა საქართველო უნდა გადავარჩინოთ, თორემ მალე ალბათ არაბები იყო არაბეთს როსტევანო იტყვიან ვერცხლისყაოსანი ჩვენი დაწერილია ამას იტყვიან. ამას უნდა დიდი განსჯა დაფიქრება და მეორე კიდე ის რომ ქრისტიანული სამყარო ძირითადად არის მართლმადიდებლობაზე აგებული. მართლმადიდებლობა ეს არის უწმინდესი რელიგია, უწმინდესი და თუ არ მინიცის, ეხლა მაინც გაიგოს, რომ კათოლიციზმი მაგის წინააღმდეგ იქნა წარმოშობილი და მივხვდებით დასავლეთი რატომ არის კათოლიკური. აი ასე ჩემო კარგო, ნახვამდის ჩემო. დიდი მადლობა თქვენს ქალბატონო ზარისთვის, გმადლობთ პოზიციისთვის. მიმართავი მაყურებელს, ვინც ახლა გვისმენს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს გადაცემაში გამოკითხვაში მონაწილეობა, დაგვირეკოთ 557 88 55 88, განსაკუთრებით ვინც ახლა გვიყურებთ ტელევიზიის საშუალებით, მონიტორზეც ჩვენ საკონტაქტოს ხედავთ. ასე რომ ნუ დააყოვნებთ თქვენს გამოთქვით თქვენი პოზიცია არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 30 ნოემბერს 4 საათზე კვირა დღეს რუსთაველის მეტროს წინ რუსთაველის ძეგლთან გაიმართება აქცია არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ საქართველოში უცხოელების მასიური შემოსვლის წინააღმდეგ და ამასთან ერთად ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით იქნება ეს აქცია, ზეპარტიული აქცია, ანუ გულისხმობთ არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას უჭერთ მხარს. ეს არის ის საკითხი და თემა, რომლის ირგვლივ აბსოლუტურად ყველა უნდა გაერთიანდეს. ველოდებით მაყურებელს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ამასთან ერთად სანამ შემოგვიერთდება ჩვენ მსმენელი, შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება ემარის ინვესტიციასთან დაკავშირებით, იცით არაბული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც ასე ვთქვათ 6 მილიარდიან ინვესტიციას დებს ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით და არსებობს ხელშეკრულება, თუმცა პირობები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ რამოდენიმე თვეში უკვე ეს მშენებლობა დაიწყება. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. თუ შეიძლება დაიწყეთ საუბარი, დაუწიეთ ტელევიზორს, ჩვენ გელოდებით. ჩვენ გელოდებით, დაიწყეთ საუბარი, თუ შეიძლება სამწუხაროდ მაყურებელს დავემშვიდობეთ, დაუწიეთ ტელევიზორს, როდესაც პირდაპირ ეთერში დააპირებთ შემოსვლას, გიბრუნდებათ ჩემი ხმა და კომუნიკაცია ვერ დგება სამწუხაროდ. 557-88-55-88 ჩვენ დღევანდელი თემა უკავშირდება საკითხს, როგორია თქვენი მიმართვა იმ არაბულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ასე ვთქვათ მთავარ როლს წარმოადგენს ახლა ხო ამ შემთხვევაში და თქვენი შეფასებები, ასე რომ ვთქვათ, გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. ხო, მაგილადონე. ისაუბრეთ, თუ შეიძლება. ერთი რამ მაინტერესებს. საპატრიარქო რატო ალიგებს ხმას ამ საშინელებაზე და არაბულ მიზანზე? ას თქვენ ამბობთ, ას თქვენი ხალხი. რას ნიშნავს არც თქვენ ამბობთ, კარგი, დაგემშვიდობებით, თუ შეიძლება დაველოდოთ შემდეგ მაყურებელს, ჩვენ დღევანდელი სასაუბრო თემა თქვენთვის ცნობილია, მე მინდა
ასევე გაგახსენოთ კასპიის მერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს. საუბარი მაქვს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თუ ზუსტად არ ვცდები, სადაც პატრიოტთა ალიანსი იყო აქტიურად ჩართული ამ საკითხში. ასევე შეიძლება ხაზგასმით აღვნიშნოთ ბატონი ვაჟა ოთარაშვილის წვლილი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად მათი პატრიოტთა ალიანსის ძალის ხმევით კასპში აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეჩერდა. დიახ, მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა თქვენი. დიახ. ერთაში შეუძლია. დიახ. ხაზაკის დიახ. ალაგმოს ეს გამარჯობა რასაც. როგორც აემართა ჩეუშკაშკის რუმინეთში. აი სამხედრო ამაუდირებდა. მომარჯობა ვალაგე. დიახ. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით. სამწუხაროდ ვერ გავიგე მე კარგად თქვენი აზრი, თუმცა გმადლობთ რომ დაგვირეკეთ 557-45-95-ზე არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ ვსაუბრობთ დღეს პირდაპირ ეთერში. უშუალოდ თქვენი მიმართვა აი ამ კომპანიასთან მიმართებით, ეს არის Eagle Hills-ი, თქვენ ციცით. მაყურებელს ველოდებით, თუმცა მანამდე მე ვსაუბრობდი კასპიის შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც პატრიოტთა ალიანს ძალიან დიდი როლი მიუძღვის საკითხთან დაკავშირებით. წინარეხში ეგვიპტური Hollywood City-ის ქვემოჭალაში არაბული სოფლის გაშენება იგეგმებოდა, ბანერებიც კი იყო მათ შორის განთავსებული. წინარეხში ინვესტიციების ჩადებას ეგვიპტელები აპირებდნენ ქვემოჭალაში საუდის არაბეთის და ერაყის მოქალაქეები. ახალი თანამედროვე ტიპის სოფლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები უდგნენ სათავეში და ფაქტობრივად ის იდეა, რაც მათ ჰქონდათ პატრიოტთა ალიანსის ძალის ხმევით მოხდა ისე, რომ სისრულეში ვერ მოიყვანეს, რაც დამეთანხმებით ნამდვილად დასაფასებელი და აღსანიშნავია. შემდეგ მაყურებელს ვუსმენთ ეთერში, გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ. მოგესალმებით. თქვენი ხმაურდება. ბატონო? ტელევიზიის გადაცემა ხმა ჩასრულდება და ხმაურდება. თქვენი გაასწორეთ. არ მესმის მე თქვენი ხმა სამწუხაროდ. თქვენი ხმა მიბრუნდება მე გიბრუნდებათ, იმიტომ რომ უნდა დაუწიოთ ტელევიზორს ან რა ვიცი რა საშუალებით გვისმენთ, რადიოს საშუალებით, ინტერნეტის მეშვეობით დაუწიეთ და ისე ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. 558-95-95 ხშირად მიწევს აი ამ საკონტაქტოს გამოცხადება, ვინაიდან ის მაყურებელი, ვინც ახლა შემოგვიერთდა, არ იყოს თქვენთვის დაბრკოლება პირდაპირ ეთერში შემოსვლის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ხელისუფლებას შემოყავს არაბული კომპანია, რომელიც 6 მილიარდ ნახევარ დოლარს შემოუტანს ინვესტიციის სახით. მსგავსი სახის ინფორმაცია არაერთი უკვე გავრცელდა და როგორია ჩვენი მოქალაქეების პოზიცია, გვირეკავთ ღია ეთერში და საუბრობთ თემასთან დაკავშირებით. ასევე მე კიდევ ხაზგასმით მინდა მოგახსენოთ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც დაანონსებულია 30 ნოემბერს, კვირა დღეს 4 საათზე რუსთაველის მეტროს წინ, რუსთაველის ძეგლთან აპირებთ თუ არა აქციაზე მისვლას და ასევე ის ვიდეო მიმართვა, რაზეც აქცენტი გააკეთა ბატონმა დავით არხანმოურავმა, თუ გაგზავნეთ ან თუ აპირებთ, როგორია ზოგადად თქვენი შეფასებები. 591-94-95 აგზავნით ძალიან მოკლე შეტყობინებას, ესეთი წინადადებით, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის და აგზავნით ნებისმიერი სოციალური ქსელის საშუალებით, ეს იქნება WhatsApp-ი, Telegram-ი, Viber-ი, Messenger-ი, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. გამარჯობა. ჰალო. ისაუბრეთ, დიახ. იტირამდე გივა ბაბერე ბაქშეია მოსულ. დიახ.
კი, ზოგადად როგორ აფასებთ, გასაგებია თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება, თუმცა რისი თქმა შეგიძლიათ, თუ გნება კარგი, სამწუხაროდ გაითიშა, საინტერესო იქნებოდა რას მიმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც უშუალოდ ხელს უწყობს მსგავს ინიციატივას საქართველოში, ასევე იმ არაბული კომპანიის წარმომადგენლებს, ვინც ჩართულია ასევე აი ამ პროექტში. დიახ, დავალოდოთ, რა თქმა უნდა მაყურებელს და გავიგოთ მისი აზრიც. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ, ისაუბრეთ. შვილო. ეს რო გაუვიდეთ მაგათ მაისან მათ პრემიერს ნათქვამია ნაბან ხესია თუ რაღაცა ისიც კი იმასაც გავაკეთებთო. დიახ, შემდეგ ალბათ დაასრულეთ აზრი სრულყოფილად. კარგით, ქალბატონს დავემშვიდობეთ, დავალოდოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც შემოგვერთდება. მე შეგახსენებთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, მე შორენე ჭეაურელი, ეს იცით, დავალოდებით მაყურებელს, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, თქვენი აზრია მნიშვნელოვანი, ასე რომ შეგიძლიათ ისაუბროთ. რაც შეეხება უფრო მეტი დეტალისთვის, გონიოში ზღვისპირას 250 ჰექტარი და თბილისში კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე 600 ჰექტარი მიწა. სწორედ აი ეს ტერიტორიები იქნება ათვისებული იმ წინადადებისთვის, რომელზეც აქტიურად იმუშავა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობამ ფაქტია და არაბული კომპანია Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა მოჰამედ ალაბარი ეს იცით თქვენც და საინტერესოა თქვენი ინიციატივა, თქვენი აზრები საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის აზრით იცით, რომ რამოდენიმე თვეში აქტიურად დაიწყება უკვე მშენებლობა. დიახ, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება კრწანისში და გონიოში. დიახ, და რამდენად არის ჩართული მოქალაქეები, აი ამ ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ აპირებთ თუ არა 30 ნოემბერს აქციაზე გასვლას, რომელიც არის ესე ვთქვათ სახალხო შეკრება. პირდაპირ ეთერში ვრთავთ მაყურებელს, გამარჯობა. გამარჯობა თქვენს. დიახ. იცით რა არის? ვაპირებდი სამაშველს, იცი? წინააღმდეგი ვარ მე სამარაბული, მაგრამ რატომ არ გამოაცხადა ბატონმა თახან მოუროვმა და საერთოდ პატრიოტთა ალიანსმა, რომ თავისი სახელით, თავისი პარტიის სახელით დამასულიყო. ეხლა მე იმ პარიმაზე რუსეთის ზერთან მივალდა, იქ ელისაშვილები და კუპრები გამწევიან და ვიღაცას ენჯიოები და ვიღაცები ჩემ გვერდზე. ეხლა დამდგები, ვერ დამდგები რა თქვენ ხაფიკი. ამიტომ ვიქრა თავში გსაუბრეთ. და ბევრი შეიტოვებს ამის გამო თავს. რატომაც საერთოდ ეს გამოეცხადა. ყოფილიყო გამოცხადა მარტო პატრიოტული ალიანსი და საგათ მოაზროვნე ხალხი. თქვენ ხომ იცით, რომ ინიციატორი არის პატრიოტთა ალიანსი, თუმცა პატრიოტთა ალიანსი, ესე ვთქვათ, მხოლოდ საკუთარ პარტიაზე არ ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ის საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერი პარტიის ამომრჩევლის საკითხია ეს თემა და ამიტომ შესაძლოა ახლა ეს ის მოცემულობა არის, რომ მსგავს საკითხს არ უნდა ჩავეჭიდოთ და შეგვიძლია რომ უფრო სხვაგვარად მიუდგეთ კონკრეტულ შემთხვევაში. იმის გამო რომ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიძლება იყოს აქციაზე, თქვენ როგორც მოქალაქემ ალბათ არ არის სწორი რომ თავი შეიკავოთ და აქციაზე არ მიბრძანდეთ. ეს ჩემი პოზიცია, თუმცა სრულად გასაგებია თქვენი აზრიც. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. სერვან დაგირეკეს და თქვენი ხმა მიგვუნდოდა ტელევიზორი გამორთული იყო და გამიციშე. კარგი, გასაგებია, ბრძანეთ ასე. ახლა მათხოვილია ხოლმე კი ბატონო, მათხოვილია თუ შეიძლება რა. ნუ ჩხუბობ, ძალიან გთხოვთ, ისაუბრეთ ეთერში ხარ. რატო ჩხუბობ? ხოვნის ფორმის მოგმართება, რა შეჭხუბი გას. ძალიან გთხოვს, ამის მიმართ არ მოუნებული კარგად ისმის თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ შევეცემი რომ ძალიან ისმის ბატონო, ისმის. კი ბატონო, კარგი, მალოს. ხო რაშია საქმე? აგრე 15 წელიწადია მე სულ მხოლოდ ამ თემაზე ვეკავ რა. რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ეს არის სხვისი სახელმწიფო.
და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფო და ვიძახი რომ მამა გაბრიელს და პატრიოტს დაუჯეროთ. აი ახლა უფრო კაცად ვიტყვი რა. ვინც მამა გაბრიელს და პატრიოტს არ უჯერებს და არ უსმენს და არ ფიქრობს სახელმწიფოს აღდგენაზე, აი დღევანდელი სავალალო სიტუაცია ზუსტად მათი ბრალია. და ვინც ახლა ისმენს და არ დაუფიქსდება ბატონმა გვაქვს სახელმწიფო და როგორ უნდა აღვადგინოს სახელმწიფო რასგეუნეო პატრიოტი და მამა გაბრიელი ყველას იმის ბრალი იქნება ეს ყველაც რა. აი დაიწყოს ყველა კარგად რა. ჩვენ სულ მონარქიას არ აღვადგენთ, განამდე არაფერი არ გვეშველება და რაც უფრო გვიანაგვადგენ, მით უფრო ძალიან დავწერალდები და მით უფრო დიდი სისხლის ფასად მოგიწევს ამის კეთება რა. და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი, შელობა და როცვა და სამ ყველაფერი თუკი რამ შეიძლება გაკეთდეს რა თორე ესენი გამყიდველები არიან რაც უნდა მთავრობა შეიცვალოს ამათი გაყიდვის უკან ვერ დაიბუნებს სანამ მონარქიაზე არ აღადგენ და დაამტკიცო რომ ყველა დანარჩენი მთავრობები არის ოკუპაციის დროს მიღებული კანონები ყველა დანარჩენი მთავრობის გამიგეთ მათი აბსოლუტური უბრალოდ ანუ დემონსტრირებული იქნას რა და ისე აქ 60,000 ბინა არის გაყიდული თვითონ პრემიერ იზრაელს. აი 60,000 ბინაზე რა ეშველება. აი გეკითხებთ, არაფერი არ ეშველება. თუ ჩვენ ფორმაციას არ შევცვლით და არ დავადგენთ რომ ის რაც აქამდე იყო, ესენი ყველა მოღალატეობრივი და დაპყრობელი ხალხის ვასალები იყვნენ და ეს უნდა გაუქმდეს და დიდი მადლობა ბოდიში. რას ბრძანებთ? მადლობა თქვენ ზარისთვის და აქტიურობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის ეთერში გვირეკავთ 558-58-95-88. 30 ნოემბერს კვირა დღეს 4 საათზე, იცით რომ რუსთაველის მეტროს წინ რუსთაველის ძეგლთან იგეგმება სახალხო შეკრება. საკითხი უკავშირდება არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული ეს აქცია, ასევე ქართული მიწების გასხვისება და კიდევ არის საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოში მასიური უცხოელების შემოდინების პროცესს. თუ თქვენ ეწინააღმდეგებით ამას ყოველივე ჩამონათვალს 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გამოთქვათ თქვენი პროტესტი. მაყურებელი ხაზზე გყავს, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. Ina ემანა იმართლე თქვა რა უნდა დაიწყოს საქართველოში მონარქიისთვის ბრძოლა სანამ კანონიერი მეფე არ ეყოლება საქართველოს მანამ ასეთ პრობლემებში ვიქნებით ბრძოლა მადლობა კარგით, მადლობა თქვენს. ასევე კიდევ შეგახსენებთ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც შეგიძლიათ, ბუნებრივია თქვენი კეთილინებიდან გამომდინარე და თქვენ თუ იზიარებთ აზრს, რომ არ უნდა აშენდეს ეს ქალაქები უცხოური, ანუ არაბული ქალაქები ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მოკლე ტექსტი ჩაწეროთ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის და გაგზავნოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. ეს გახლავთ 591 9-4-9-5-4-5 ნებისმიერი სოციალური ქსელის საშუალებით, რომელიც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. დავალოდოთ კვლავ მაყურებელს, საიდუმლო გარიგება არაბებთან, ამ მიმართულებით ვსაუბრობთ და ალბათ ჩვენ კიდევ ბევრჯერ აქტიურად მოგვიწევს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და მაქსიმალურად გეძლევათ შესაძლებლობა, რომ თქვენც პირდაპირ ეთერში გამოთქვათ თქვენი აზრი. გამარჯობა. მადლობა კინაცალე. მე თქვენს არხს ერთადერთი პანჯარა აი მოსახლეობას რომ მივაწოდოთ ხმა. აი წინათ რომ გამოვიდა ეხლა კი არა მეორე რომ არავისთან არ დავდგეთ და აი ესე და ეს მე ზვიადის მოვდივარ სამეგრელოდან ვარ გოჩა ჯოჯუაკ მიდი მოკითხა მეგრელია ლომია და რა ვიცი ყველა თარხანი და ირმა ჩემო სიცოცხლე მაშინაც ეგრე იყო არაზიადისტები გადაუარე რა მივიღეთ აფხაზეთი დავკარგეთ მერე ცხინვალი დავკარგეთ ხო დავკარგეთ არა თუ ერთად არ დავდექი რაც კი არ მივალ იმასთან არ მივალ ხალხო ქვეყანად გვაჩნდნენ 10 წელიწადში ქართველი აღარ იქნება აქა 9 შვილი 10 შვილი ფანლიდან უყურებ მიყვებიან ამათ უკან და ჩვენ ერთი შვილი თინთინა მიყვება ჩვენ ხალხს აბა რა ვქნათ ახლა იმასთან ყველასთან დავდგები
ჩემი ხორცის მკვლელთან შირის მკვლელთან დავდგები ოღონ ჩემი სამშობლო იყოს მაღლა დავაყენოს რაც კი არ დავდგები მინახავთ თქვენ ესეთი პუტინის მიერ მოწყობილებო რა მინდა ობიექტივთან ანიმასთან თარხანთან ერთადერთი კაცია კაცო ეს კაცი იბრძვის და კიდევ რაღაცას უჩხიკინებს ქართველი ვარ ერთად აღდგეთ არა ხარ წადი ბატონო წადი არაბეთში წადი და ჯანდაბაში და სადაც გინდა იქ წადი კარგით, მადლობა თქვენს ქალბატონო ზარისთვის. ნახვამდის 557-88-55-88 გადაცემის დასრულებამდე გრჩება რამოდენიმე წუთი, ამიტომ შეგიძლიათ მაქსიმალურად აქტიუროთ და შემოგვიერთდეთ ჩვენს ტელეფონის ნომერზე. და მაყურებელი დიახ. ხაზია, გამარჯობა. გამარჯობა, ქალბატონო შორება. დიახ. რამდენი ხალხი რეკავს, ესე იგი, თავი ქვეყანაზე გული არ შესკივა, არაბების შემოსევა იქნება. თქვენ კაი ხალხო, გძინავს თუ ბოროტები ხართ. ეს თავრობა ხო ბოროტია. ხალხი რამ გაგაბოროტა, დრამა, უნდა აკეთა გამოხვიდეთ გარეთატორე. მე ეს ხალხი მალე ხეთან შემოვლეს, სახლებიდან გაჩავიან და მე ყობახიძე ვეთქო დავაი აქედანა. გამოფხიდით ხალხო, რა გამოგივიდათ. სულელები ხარ თუ არანორმალულები ხარ. საქართველო იკარგება, გამოდით გარეთ, გამოდით. კარგით, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ნახვამდის რას მიმართავდით იმ არაბულ კომპანიას, უბრალოდ წარმომადგენლებს, ვინც ასე ვთქვათ, ფიგურირებს იმ კონტრაქტში, რომლის პირობებიც არ არის ჯერჯერობით მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, რეალურად რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ მათ, სხვადასხვა აზრი და ვერსია ჩნდება საზოგადოებაში და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ და იმსჯელოთ თემის ირგვლივ. შემდეგ მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობა. ისაუბრეთ, გამარჯობა. განაცხადე, ხელმოռობ მოდის ხიხი. Fascini წინააღმდეგია. ის არაბი თუნდა დასწრები სამყარო ქვეყნები არიან ევროპაში, რომელთა ტექნიკა ყველაფერი გააჩნია. არაბები თუ ასეთი ვასკაცები არიან, ისინი მოიყვანე აქ. ინგლისელი აქ არ დასახსენდა, ინვესტიცია ჩაადებინე, რაღაცას დაგიგეთებს, ესე თან გერმანელი ან ისინი არ მოვიდნენ თავიანთი შილები გაიმი. აი, ყველაზე კაცმენი წინააღმდეგია. განსაკუთრებით ეს არაბული ქვეყნების ინვესტიცია არაფერში არ სჭირდება ჩვენ. მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის. 557-88-55-88, შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. იცით რომ ობიექტივის არხზე გადაცემა ინტერაქტივია, საუბრობთ არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით და როგორია თქვენი აზრი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობათ. ყობახიძეს ვეტყვი რომ საქართველოს უნდა ემსახუროს და არა ივანიშვილს მიბრუნდება ხმანა ვერ მოაპარაკო. იქნებ მოშორდეთ ხურმილს საქართველოს და არა ივანიშვილს. საქართველოს უნდა ემსახურონ. ქართულ ხალხს უნდა კითხონ რა უნდა გააკეთონ, იმიტომ ეს მიწა-წყალი ქართულ ხალხს და საქართველოს ეკუთვნის. ხელისუფლებაში რომ მოდიან უფლება არ აქვს ერთპიროვნულად გადაწყვეტონ რაღაცა მიიღონ გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდება ქვეყნის მიწა-წყალს, ბუნებრივ რესურსებს და ასე შემდეგ. და კიდევ ვეთქვი რომ თავისი მამის ღირსეული საქმის გამგრძელებელია ბჭყალებში. ღირსეული საგმირო საქმეების გამგრძელებელი ირაკლი კობახიძე, იაკობახიძე. აი ამას ვეთყოდი და ეროვნული ცნობიერება რო არის ის რა არის? აი გამოჩნდა. მაინც ვერ გაიგო რა არის ეროვნული ცნობიერება. მაინც ვერ მიხვდა. Qulad გადმობარგდნენ აკეთა ბანაკში, რომ თითქოს გახდნენ კონსერვატორები და ეროვნულები.
დიდი მადლობა თქვენც არისთვის დაგემშვიდობებით 557 98 55 88 რას ეტყოდით იმ არაბულ კომპანიის ხელმძღვანელობას ვინც გეგმავს საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობას ეს კითხვა დღეს თქვენთვის და მაყურებელს ვუსმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა გამარჯობა შორენა ძალიან მიხარია რომ გიყურებთ გისმენთ და თქვენგან ძალიან ბევრ რამებს ვსწავლობ ყობახიძე იყო არის და იქნება სოროსის ფონდის წევრი და ეს ბიჭი დარჩება ასე მე საპატრიარქოს მიუმართავ ბატონოშიო ჩემთვის უძირფასესი პიროვნება ხარ ყველა ქრისტიანი და ყველა მართლმადიდებლისა ამოიღეთ ხმა და დაგექით იქ სადაც საჭიროა თორე მე თქვენ და გიდებათ ქართველი ხალხის ხმა და არავინ აღარ დაგიდგებათ გვერდზე იცოდეთ იღუპება საქართველო იჭრება და იყიდება საქართველოს მიწები რატომ არ იღებთ ხმას რატომ მარტო თარხან მოუვალმა და თავის ნახალხმა უნდა იყირონ თქვენს აკახავთ მაპატიე ბოდიში გასწავლებთ სწორი ბრძანდებით სრულიად დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის ნახვამდის დიახ 557 98 55 88 გვირეკავთ და თქვენ საუბრობთ თემასთან დაკავშირებით ამის შესაძლებლობას გაძლევთ მედია კავშირი ობიექტივი რა თქმა უნდა ასე რომ ნუ დააყოვნებთ შემოგვიერთდით 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის წინ რუსთაველის მეტროსთან არის სახალხო შეკრება ზეპარტიული აქცია არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული ასევე ქართული მიწების გასხვისების წინააღმდეგ და საქართველოში უცხოელების მასიური დინების პროცესის წინააღმდეგ მიმართული ამას ყოველივეს თუ თქვენ წინააღმდეგებით რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიბრძანდეთ 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში მაყურებელია გამარჯობათ გამარჯობათ დიახ გისმენთ გემეცვალე ძალიან წინააღმდეგები ვართ ჩვენ არაბების შემოსვლისა კახეთი სოფელი არის ასეთი დუღარი იქაც არიან ჩამოსულები და უფლება არ აქვს კაცს რომ მიუახლოვდეს იმათ შემოღების ტერიტორიას ხო და ეხლა მანდ რო აშენებენ ვინ მივა თვითონ თავი აცხადებს სამოასახებები და ქართველები აღარ იქნებით ყველანი ვართ წინააღმდეგები დიახ თქვენ მიბრძანდებით აქციაზე ქალბატონო ბატონო აქციაზე თუ მიბრძანდებით ჩამოვალ კახეთში ვარ და ჩამოვალ დიდი მადლობა ზარისთვის გისურვებთ წარმატებას რა თქმა უნდა სულ 2 წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე ამიტომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მაქსიმალურად შევეცდები რომ დაგითმოთ დარჩენილი დრო საქართველოში ორი არაბული ქალაქი აშენდება არ გამოცხადებულა ტენდერი არ ჩატარებულა არანაირი ღია აუქციონი ფაქტობრივად პირდაპირ წესით არის გადაცემული ქონება ქალაქში არაბები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დასახლდებიან ძრავი ქონების 60% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაიყიდება და საუბარია 9 მილიონ კვადრატულ ტერიტორიაზე. ამასთან ერთად ირაკლი ყობახიძე გვეუბნება, რომ სულ რამოდენიმე თვეში Eagle Hills-ი, ანუ არაბული კომპანია დაიწყებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას კრწანისში და გონიოში. საუბარია 260 ჰექტარის ზღვისპირა ზოლის გადაცემაზე, რომელიც იგეგმება ბათუმში არაბული კომპანიისთვის. შემდგომ პროექტის შესაბამისად აშენდება კომერციული ფართები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, არაბული რესტორნები, ბანკები, ასევე იახტების ნავსაყიდელი, კერძო ტიპის სასახლეები და ასე შემდეგ. რას ფიქრობს მაყურებელი სრულიად გასაგებია რა თქმა უნდა ამ მოცემულობით დაგვრჩა ის რომ ვიაქტიუროთ და მონტენეგროს შემთხვევაშიც არის ასეთი პრაქტიკა ზუსტად იგივე კომპანიასთან Eagle Hill-თან დაკავშირებით რომ თუ საზოგადოება გამოვა ხმას ამოიღებს და გააპროტესტებს იმას რაც მას არ სურს კონკრეტულად უცხოური ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში ვიმედოვნოთ რომ შედეგი აუცილებლად ექნება ამიტომ დაანონსებულია 30 ნოემბერს აქცია კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან სახალხო შეკრება იქნება პატრიოტთა ალიანსი გახლავთ ინიციატორი არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრე იქნება აქციაზე ფაქტია რომ საკითხი არის ღრმა და შესაბამისად უნდა იყოს სრული ერთიანობა საქართველოს მოქალაქეების დღევანდელი ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა მე შორენა ჭიაურელი გახლდით მომავალ ოთხშაბათს დაგიბრუნდებით მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის